ასე გაჭირვებულად ცხოვრობ. კარია? კარი. ეს რო თაგვმა და იმან არ მიკპინოს ღამე. მობძანდით აგერ მე გადავალ და მან რა ხდება და ლოგინი დაეშვათლად. როგორ გადავდივარ ტანსაცმელებზე. ნახეთ. პროსტა აქეთ რა ჩანგრეულია, პროსტა არ ჩანს ახლა და იცადეთ გადავწევ ამგე. არის საძინებელი? კი, საძინებელი და შეხედეთ ჩით მობძანდით ეგერ. იატაკი რამხელა ჩავარდნილია. სრულიად ჩავარდნილია, ვერ მივდივარ იქ, აბსოლუტურად. აგის ინგრევა, შკაფი გადმოიწია ყველაფერი, აქეთ თაგვი ისინი და მორიელმა მიკპინა. როგორ აპროვდები ამას შეხედეთ. შკაფი გადმოიწია, ამანაც დაეკანა აქეთ ამხარებ. კრიშა მოდის აწყალს უყურეთ. გაწვიმდება ერთი თავზე მაწვიმს. ასე ვცხოვრობ, ტანსაცმელები ეგერ სარკეც გატყდა რომ ჩავარდა. შიგნით ნახეთ რამხელა ღრიჭუაში. დავდექი და ჩავარდა ეგრევე პოლი. საფირფარეშო მე არ მაქვს, არაფერი მე არ მაქვს. აბა როგორ ერთი კვირა სხვასთან გავდივარ, მოვდივარ, ღამე მერე მოვდივარ. არც საჭმელი, არც სასმელი, სრულიად არაფერი. ეს ორი ამორტიზირებული ოთახი გაქვთ? კი, ეს სხვა მაჩუქა, გაზის სხვა მაჩუქა, რაღაცები ესენი კიდე. ვარ შეშომოპირი, შეზღუდული უნარით. მე ძალადობის ხვერპლი ვღებულობ 400 ლარს თვეში ძალადობის და პენსიას ვღებულობ 250 ლარს. ვცხოვრობ აქ, ნაქირავებში ვცხოვრობ. ძინავს ამ დივანზე, არც საბანო მაქვს, არც ტუალეტი მაქვს, საერთოდ არაფერი არ მაქვს. არც დახმარება რომ მიმართე გამგეობას და რო უთხარი, თვითონ გამგებელის წევრმა ასე მიპასუხა და დახმარება რაში გჭირდებაო? ფული რაში გჭირდებაო? ჩემი საფირფარეში. ნე ეს არის ჩემი ცხოვრება. ყველგან წყალი ჩამოდის. ყველგან, ჩემი როგორ არის? აპროვოდებით. ცეცხლი რო გაჩნდეს და დევიწვა. არ ვიცოდით. ასეთი დირკებია ყველა პოლში. ეს მე გავაკეთე, ეს ფიცრები და ისინი. ეს ზამთარში რო არ შემცივებოდა, ადიელას იმაშობოდი აქან. რო ქარი არ შემოსულიყო. ფანჯარა არა. საჭმელი არაფერი, ვაფშე არაფერი არა. ეგერ მაცივარი თუ გინდა გააღეთ, მარტო მწვანილებია დაჭრილი. დაობილი? ხო, გაფუჭებული პროდუქტია. არაფერი არ მაქვს. აგერა, ნახეთ, ხო არ ყუი. შეხედე რა, ის შაქრიანი რო არა, მომიტანა ადამიანი. სო, მეტი არაფერი არა. რა უნდა ვჭამო აქ? შარშან მომცენ საკვები. მივედი და ერთი სულის დედის საფლავს პიცავარ. ერთი სული, ეს ჩამისხა. სმეტანის იმაში და აზრი რა ქონდა. და ნახევარი პური. არ მყოფნის, ამ დედის საფლავს პიცავარ. ამით ამოიღო ბორში და დამისხა. კამპოტი დამისხა, რა გითხრათ? კამპოტი ჩამისხა. სადმე შემიყვანონ ან რაღაცა გააკეთონ. მე ვცხოვრობდი ინასარიძის საათში, ბინა 2-ში პირველ სართულზე, რომელიც ახლა არის კომერციული ფართი. ხო და მეუღლემ ბედად გაკიო გამაყიდინა მოტყუებით რომ ვითო აკეთებს იპოტეკას და გადაიფორმა ბინა. იპოტეკაში რო დატოვა, მერე გამიყიდა ეგ ბინა. მე რომ მე მას ვთხოვდი რომ ბინა დამიბრუნე მეთქი უკვე ნაქირავებში ვიყავით, ბინა დამიბრუნე მეთქი გამლახამა. და უკვე მესამე წელია სასამართლო მიმდინარეობს და ძალადობაზე სამი მუხლითაა რომ ისა თვითონ ისა ვიდეოც მაქვს მე რომ მან ჩემზე ძალადობს. სისტემატიურად ძალადობდა. თობაზე არ დაიწყო გამოძიება, არხან თქვენ ამბობთ რომ თქვენი მოტყუებით გადაიფორმა თქვენი. არა, ეს საქმეში საერთოდ არ არის. და მე ხო წამლებზე ვზივარ. არც მომიკითხია წამლების ზემოქმედების ქვეშ რომ რას ვაწერდი ხელს. ანუ ისარგებლა თქვენი ჯანმრთელობა. კი ბატონო, კი. პირველ ყოფილი ადამიანი. ჩემზე უკეთესად ცხოვრობს. მივალ 25 ლარი ვისესხე მეზობლიდან აგერ გუშინწი და წავედი ავიღე სისხლის საერთო ანალიზი. ყველა 3 თვეში უნდა გავიკეთო გადასხმა მე სისხლი გაფილტრული. ხო და 25 ლარი გადავიხადე, წამოვიღე, ექიმთან ვერ შევედი. ექიმს ფული უნდა. ფილტვებზე მაგ გადასაღები ახლა მივედი, უნდა კიო დაფინანსებაო და 80 ლარი უნდა. საიდან მოვიტანო?
ის 80 წელი რომ მე მივიდე და გამაშუქო. უკვე აღარ შემიძლია დედის საფლავს სასწაულს ვიზა. გეუბნებით.